რატომ ფეხბურთი? ფეხბურთი, პირადად ჩემთვის, ცხოვრებაში ძალიან დიდ ადგილს იკავებს ამ სპორტმა. ცხოვრებაში ძალიან ბევრი ადამიანი გამაცნო, ბავშვობიდან მოყოლებული, ვისთანაც ძალიან მაგარი ურთიერთობა. გამარჯობა, მე გახლავთ ლაშა გალანდია, კომპანია GeoClean-ის დამფუძნებელი და გენერალური მენეჯერი. კომპანია GeoClean არის სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ემსახურება ყველა HoReCa სექტორს, ყველა ესე ვთქვათ სასტუმროს, რესტორანს, კაფეს და ასე შემდეგ. კომპანია GeoClean-ის კაპიტალის მენეჯერი ლადო საგლიშვილი და კომპანია GeoClean-ის გაიგო მსგავსი ტურნირის ჩატარების შესახებ ძალიან გახარებულები ვიყავით. პირობებში მიყვარს ფეხბურთი და რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო მსგავსი ტურნირის ჩატარება საქართველოში და მე მოხდები. ჩემპიონატს უშუალოდ რაც შეეხება წინა წელს ჩატარდა თვალს ვადევნებდით და ძალიან ესე ვთქვათ საინტერესო ესე ვთქვათ ძალიან დაგვაინტერესა. კერძოდ ფინალის გადაღება რო იყო ძალიან მაგარი თამაში იყო, ანუ ბევრ მომენტს უყურე და ძალიან მესიამოვნო და მაგ ფინალის მერე, მაგ ვიდეოს მერე გავიფიქრე, რატომ არა GeoClean ამ ჩემპიონატს. პირველ რიგში ძალიან გვიხარია მსგავსი ტურნირში მონაწილეობა, რადგან ეს ერთი თვე უკვე აქტიური ვარჯიში რაც დავიწყეთ. ყოველ დილით მიდის განხილვები, მიდის მსჯელობები, მიდის კარგი საფის კომუნიკაცია. ერთმანეთის მიმართ რაღაც კონკრეტული კრიტიკებიც არის, ერთმანეთის მიმართ არის კონკრეტული სახალისებები, მოტივაციების სწორი მიცემა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა. დავდივართ აქტიური ფაზაში, ჯანმრთელობა და ძალიან ფაზია. მე ვფიქრობ, ნებისმიერი კომპანიისთვის რომ იყოს მონაწილეობა, არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, რა თქმა უნდა შესაძლებლობა იქნება რომ ნებისმიერმა ადამიანმა გამოვიდეს და იბინოს მოედანზე და ამის ესეც გააჩნია განსაკუთრებით საერთოდ. ისაც მოხდა ორგანიზატორებთან ჩვენი გასაუბრება და დასკუდა რომ ჩვენს მივიღებთ მონაწილეობას ამ ჩემპიონატში და პირადად მე ძალიან მოხარული ვარ და უშუალოდ ჩემი გუნდის წევრები და ვიმედოვნებთ რომ ამ ჩემპიონატზე მივაღწევთ სასურველ შედეგს, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ამ ჩემპიონატზე გამოვდივართ გასართობად, ამ ჩემპიონატზე გამოვდივართ რომ თანამშრომლების ვთქვათ ქემისტრი ეს ურთიერთობა არამარტო სამსახურში, არამედ სამსახურის გარეთაც გავიდეს, რაც ძამაგრა ისახება. სადღაც ერთი თვეა რაც მზადება დავიწყეთ უშუალოდ გუნდმა, ვინც უნდა გამოვიდეს ჩემპიონატზე და მინდა უშუალოდ ამ ჩემპიონატს ყველა მონაწილე გუნდს და ორგანიზატორებს რაც თავარია უსწორო წარმატება და მოედანზე გავარ მარჯვენა მხარეს, მაგრამ გუნდს როგორც ჭირდება ხოლმე პოზიციურად თანდათან არის მონაწილეობები ისე როგორც მარჯვენა შეუძლიათ ისე როგორც დასვისში ჩავიდეთ წინა წელს ესე ვთქვათ გუნდები ვინც იყვნენ, ანუ ზედაპირულად რამოდენიმე ფეხბურთის ვიცნობდი, მაგრამ რაც ეს ერთი თვეა დავიწყეთ მზადება, ქონდა რამოდენიმე შეხვედრა და ვფიქრობ საკმაოდ ესე ვთქვათ სამოყვარულოზე მაღალი დონებიდან, იმიტომ რომ თამაშობენ გუნდებში ძველი პროფესიონალური ფეხბურთელები, რომლებმაც ესე ვთქვათ გაიხსენეს თავის ახალგაზრდობა და მოვიდნენ, შეიკრიბნენ და ესე კარგად ორგანიზებულ ჩემპიონატზე თამაშობენ. პირადად მე ვფიქრობ, რომ ძალიან ესე ვთქვათ რამოდენიმე გუნდი ძალიან თანაბარია და ძალიან რთული იქნება და ძალიან დაძაბული თამაშები იქნება უშუალოდ ყველა მატჩზე. და ვფიქრობ, რომ ყველა თამაში საყურებლის დონეზე აუცილებლად საყურებელი იქნება რა. რატომ ეს ჩემპიონატი? წინა წელს რა თქმა უნდა უმეტესად გამოირჩეოდნენ უშუალოდ სასტუმროს კომპანიები. წელს უკვე ნახსენები იყო რამოდენიმე სარესტორანო სერვისი და ასევე სადისტრიბუციო ქსელი, რა თქმა უნდა HoReCa-ს მოიცავს ყველაფერი და ეს ვთქვათ სფეროს აცდება HoReCa, მაგრამ ამ სფეროში პირველი კომპანია სადისტრიბუციო კომპანია HoReCa-ს ხდება ვართ ჩვენ. შევით პირველ რიგში ამ ჩემი ვაწლიან გამოცდილებით მივჩევ რა თქმა უნდა ჩვენნაირ კომპანიებს ვართ ეს გამოსულიყვნენ და მიიღოთ მონაწილეობა შემდეგში და ვიმედოვნებ რომ წინაწელი იქნება ძალიან მაგარი დასაწყისი
მომავალი წლების ამ ჩემპიონატის გაიზრდება რა გუნდების რაოდენობა მით უფრო გაიზრდება და შემოემატებიან როგორც სასტუმროები, ასევე რესტორნები, ასევე სადისტრიბუციო კომპანიები და სხვა ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები.